გამოიწვია ძალიან დიდი ვნებათაღელვა ოქმების საკითხმა. Რა თქმა უნდა, ჩვენც მივიღეთ ოქმები და გადავამოწმეთ, შევისწავლეთ ვითარება. გუშინ მაგალითად 200-ზე მეტი ოქმი აღმოვაჩინეთ, სადაც არის დარღვევები და აი ამ 200 ოქმში არის არა მარტო ისეთი უმნიშვნელო დარღვევები, არამედ დარღვევები იმ ტიპისა, რაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გამოავლინა გუშინ, ანუ ჩემი ხმები არის ანულირებული და მიწერილია სხვა კანდიდატისთვის. მე რა თქმა უნდა არ ვფიქრობ, რომ ეს ხმები მომპარა იმ კანდიდატმა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ან დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ან რომელიმე სხვა კანდიდატმა, ეს უფრო ტექნიკურ პრობლემას გავს ჩემი აზრით და ამას ამბობს CSKO-ც. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს არის რაღაცა ერთი სქემის ნაწილი, თუმცა ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს და რა თქმა უნდა, როდესაც უკვე ყველა ოქმი გვექნება ხელთ და ყველა ოქმს შევისწავლით, ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას და უკვე დავაყენებთ საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაითვალოს ეს ხმები და შესწორდეს ეს შეცდომები. ბევრი შენიშვნა მაქვს საარჩევნო პროცესთან, ეს დაკავშირებულია თვითონ საარჩევნო სისტემის მანკიერებასთან, კანონმდებლობასთან, რომელიც უნდა შეიცვალოს და ამაზე ჩვენ უკვე არჩევნების შემდეგ ვიმსჯელებთ, როდესაც საარჩევნო სისტემის რეფორმირების ჩვენ პროექტ შევთავაზებთ საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც. ასეთი ტიპის კანონმდებლობით ვერც ერთი პარტია ვერასდროს ქვეყანაში კვალიფიციური ვერ გახდება. ამიტომ აუცილებელია საარჩევნო სისტემის რეფორმირება, რომ პარტიებისთვის აზრი ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას. დღეს, როდესაც ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა ბარიერი, ჩვენ უკვე უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ მომავალ არჩევნებში ბარიერის გადალახვა და მათთვის ეს პროცესი იყოს არა დისკრიმინირებული პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ გახსნილი, დემოკრატიული და თავისუფალი და მე არჩევნების პროცესში ნამდვილად ბევრი წნეხი მქონდა ამ კანონმდებლობიდან გამომდინარე და ვიყავი პოლიტიკური დისკრიმინაციის ქვეშ, რა თქმა უნდა ვიყავი, მაგრამ გავიარეთ ეს გზა და ეხლა სხვა პარტიებისთვის მინდა, რომ უფრო ადვილი იყოს პოლიტიკაში მოსვლა და არა ასე რთული. ჯერ ერთი ნაციონალურ მოძრაობას მინდა მიუსამძიმრო მორიგჯერ, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა გადალახა ბარიერი და ჩვენ შევედით უკვე პოლიტიკის სივრცეში ოფიციალურად. არის ძალიან დიდი აღშფოთება ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შორის და ამას არც მალავენ. ხშირად აკეთებენ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ რაიმე ტიპის კავშირი გვაქვს ოკუპანტთან. რუსეთი ჩემთვის ოკუპანტი გახდა 1993 წელს აფხაზეთის ომში, როდესაც ჩემი მეგობრები, ჟურნალისტები აფეთქდნენ 500 კილოგრამიან ბომბზე აფხაზეთში. მე იქ არ მახსენდება, რომ მენახა ან გიგი უგულავა, ან ნაცმოძრაობის რომელიმე ლიდერი, რომელიც მისი ქვეყნის თავისუფლებისთვის შეებრძოლებოდა ოკუპანტ რუსეთს. ამიტომ, როდესაც აკეთებენ განცხადებებს, უაზრო განცხადებებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ოკუპანტთან კავშირის თაობაზე, მე მინდა მათ მოუწოდო გონება გაინიავონ. მთელი ამ წლების განმავლობაში სწორედ ნაციონალური მოძრაობა იყო რუსეთის ყველაზე ერთგული აგენტი. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ემსახურებოდნენ რუსეთის ინტერესს, მათ ქვეყნის მიწების, იმ მიწებისა, რომლისთვისაც ჩემი და ჩემი მეგობრების სისხლი იყო დაღვრილი. იმიტომ რომ არაერთი ჟურნალისტი დაიჭრა აფხაზეთის ომში და დაიღუპა. ამ მიწების 22% მტერს აჩუქეს პირდაპირ ოკუპანტს და მთელი ენერგოობიექტები მტერს გადასცეს. და ეხლა დღეს სასაცილოა, როცა ეს ხალხი ლაპარაკობს, რომ ვინმეს კავშირი აქვს ოკუპანტთან. ასევე მიხეილ სააკაშვილი, რასაც აკეთებს უკრაინაში, ეს არის დახმარება რუსეთისთვის პირდაპირი გზით. იშლის უკრაინას ანაწევრებს და ამითი ეხმარება რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, იყო ასეთი შტირლიცი ყველას გახსოვთ. არ ყოლია უფრო მეტი და ერთგული
აგენტი რუსეთს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არიან და შტირლიცზე მეტი რამ გაუკეთეს რუსეთს. და ეხლა ეს ადამიანები, როდესაც ასეთ ტიპის განცხადებებს აკეთებენ, უბრალოდ სასაცილოა და კომიკური. საფრთხეს ხედავენ იმაში, რომ მე და ჩემი გუნდი მოვითხოვთ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას. 2012 წლის სექტემბერში, როდესაც ავარიაში მოყვა ბატონი გიგი უგულავა და მისი პოლიტიკური პარტია, ის რეანიმაციაში კი არ მოხვდა. პირდაპირ მორგში მოხვდა ეს პოლიტიკური პარტია და ძალიან სამწუხაროა, რომ ქართულმა ოცნებამ ბევრი რამ გააკეთა ნაცმოძრაობის, როგორც პოლიტიკური კლასის გადარჩენისთვის. მე და ჩემი პოლიტიკური გუნდი ვიზრუნებთ იმისათვის, რომ დაიდოს მტკიცებულებები, დაიძრას თაროზე შემოდებული საქმეები პროკურატურაში და ნაციონალური მოძრაობის ყველა ის ლიდერი, რომელსაც გრძელი ენა აქვს და დღეს 1000 სისულელეზე ლაპარაკობს, გასამართლდეს კანონის შესაბამისად. აი ამისი შიში აქვთ და როდესაც გიგი უგულავა აცხადებს, რომ თურმე უნდა მოხდეს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის იზოლაცია პოლიტიკის სივრციდან, მისი და ნაცმოძრაობის იზოლაცია უნდა მოხდეს საზოგადოებიდან და უნდა მიბრძანდნენ ვანო მერაბიშვილის გვერდში, მაგრამ საერთო კამერაში. მტკიცებულებები არსებობს, საქმეებიც დაძრულია, ეს საქმეები თაროდან უნდა ჩამოიღონ და მიყვნენ ბოლომდე. მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ პროკურატურასაც და ხელისუფლებასაც, როდესაც დასრულდება არჩევნები და დამთავრდება მორატორიუმი, რომელიც პრემიერმა გამოაცხადა, ეს საქმეები დაიძრას და ყველა დამნაშავე, რომელიც სათავეში უდგას ნაცმოძრაობას, გასამართლდეს კანონის მთელი პასუხისმგებლობით და სიმკაცრით. თქვენ აკვირდებოდით არჩევნებს და მინდა გაგახსენოთ პერიოდი, როგორ ეხმარებოდა იგივე ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია, ხო, ქედემეს ნაციონალური მოძრაობა. თქვენ შეამჩნიეთ რაიმე ტიპის დახმარება ხელისუფლების მხრიდან ჩემი ან ჩემი პარტიის მიმართ? მე ვსაუბრობ მთელი ამ არჩევნების პროცესში პოლიტიკურ დისკრიმინაციაზე, ჩაგვრაზე, როცა ხელისუფლება გეხმარება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას და ლიდერებს, ყველა ტელეარხი თავისუფალი აქვთ, ისინი თავისუფლად გამოდიან და მონაწილეობენ დებატებში, არის სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა, ჩვენ პრობლემების გარდა არაფერი არ შეგვხვედრია ამ საარჩევნო პროცესში, ასე რომ არანაირი დახმარება ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა, თუმცა ამ ხელისუფლებაში მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ჩვენ ერთად ვიბრძოდით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ 2004-დან 2012 წლამდე და რა თქმა უნდა მე მეგობრებს არ ვკარგავ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე მე მეხმარებოდა არჩევნების პროცესში. გამეხარდებოდა, რომ დამხმარებოდნენ, მაგრამ არ დამხმარებდნენ. რომ დამხმარებოდნენ, გეტყოდით აუცილებლად. პრობლემების მეტი არაფერი არავის არ შეუქმნია. ჩვენმა კანდიდატებმაც მოხსნეს კანდიდატურები ზეწოლის შედეგად სხვადასხვა რაიონებში და არ მოუხსნია მარტო ნაცმოძრაობის კანდიდატებს. ერთ-ერთი კანდიდატი იყო ქუთაისში, რომელმაც ბოლო დღეს მოხსნა კანდიდატურა და ზეწოლის შედეგად მოხდა ესა. ამიტომ დახმარება რას ნიშნავს? ივანიშვილი ბოლოს მე ვნახე, როდესაც ჩავწერე მასთან ინტერვიუ. მას შემდეგ მე ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს, თავის დროზე როცა შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოში არ უნდა იყოს ერთპარტიული დიქტატურა
და ქართული ოცნება არ უნდა დაემსგავსოს ნაციონალურ მოძრაობას. ბატონი ბიძინაც აღნიშნავდა, რომ ბევრი პარტია უნდა შემოვიდეს პოლიტიკურ სივრცეში, რომ გახდეს საინტერესო პოლიტიკური პროცესი და არ უნდა იყოს მარტო ერთი პარტია, იმიტომ რომ ერთპარტიულობა ყოველთვის ქმნის ავტოკრატიის და დიქტატურის საფრთხეებს და ჩვენ ისეთი რეჟიმი გავიარეთ ამათი წლის განმავლობაში, რომ დღეს კიდევ ერთპარტიულობა დამღუპელი იქნება სახელმწიფოსთვის. აი ამაზე ვსაუბრობდით მე და ბატონი ბიძინა და თანამოაზრეები ვიყავით და როგორც ვიცი დღესაც ვართ ამ მიმართულებით. თუმცა არჩევნების პროცესში აი მე არ მესმის როგორ უნდა დამხმარებოდა ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ დაგვეხმარა ქართველი ხალხი და ჩვენი ამომრჩეველი. თქვენ რომ მეკითხებით ვინ არის თქვენი ამომრჩეველი? ჩვენი ამომრჩეველი არის საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც უნდა შენარჩუნებული იყოს ქვეყანაში ქართული ტრადიცია, ქართული ზნე, ქართული ჩვეულება, ჩვენი სარწმუნოება იყოს დაცული, რომ აღსდგეს ქვეყანაში სამართლიანობა და აღსდგეს ღირსება ადამიანებისთვის. აი ეს დაინახეს ჩვენში, ეს ძალა დაგვიჭირეს მხარი და მე მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მხარდაჭერა გამოგვიცხადა. მე ვიყავი მედია კავშირ ობიექტივის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. უახლოეს დღეებში მე მივმართავ მედია კავშირ ობიექტივის გამგეობას და დავტოვებ ობიექტივის რიგებს. გადავინაცვლებ პარტიაში, მე არ ვიყავი დღემდე პარტიის წევრი, უპარტიო კანდიდატი ვიყავი, რომელიც უბრალოდ წარადგინა პარტიამ, მაგრამ ამ დღეებში მე გავწევრიანდები საქართველოს პატრიოტთა ალიანსში და ვიზრუნებ იმისათვის, რომ ავაშენოთ პარტიული სტრუქტურა საქართველოს მასშტაბით. ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია საქართველოს 40%-ში, ოლქების 40%-ში, ეს არის ჩვენი ამომრჩეველი, რა თქმა უნდა, რომ მიგვეღო მონაწილეობა, უბრალოდ ვეღარ გავწვდით, ძალები არ გვეყო, ის ხმებიც დაგვემატებოდა, მაგრამ ვიზრუნებთ უკვე მომავლისთვის. საკრებულოს თავმჯდომარე. არა, ცხადია ხა ჩვენი კანდიდატურა არის მხარდასაჭერი ჩვენი მხრიდან და უნდა დავუჭიროთ ჩვენ კანდიდატურას მხარი და თუ იქნება საუბარი სოსო მანჯავიძეზე, პირველ რიგში სოსო მანჯავიძეს დავუჭერთ მხარს. მაგრამ თუ იქნება საუბარი ალეკო ელისაშვილზე, ასევე ჩვენი გუნდი ალეკო ელისაშვილსაც დაუჭერს მხარს. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე სხვა კანდიდატურა არის უკეთესი ვიდრე მანჯავიძე ან ალეკო ელისაშვილი. ჩვენ ახლა მოკლე ინფორმაციას მოგაწვდით, რომ 28 ოლქში გავიმარჯვეთ და ჩვენი წევრები შევიდნენ საკრებულოებსა და საკრებულოებში 28 ოლქ რაიონსა და ქალაქში და 4 ოლქში გვაქვს მეორე ტური ქართულ ოცნებასთან. ხშირად გვეკითხებიან, რომ მოიხსნება თუ არა თქვენი კანდიდატურები ქართული ოცნების სასარგებლოდ ამ ოლქებში, არავითარ შემთხვევაში არ მოიხსნება კანდიდატურები. პირიქით ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ დავამარცხოთ ქართული ოცნება ამ 4 ოლქში. ეს არის ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი და ხულო. კატასტროფა. ენერგიულია. რაც შეეხება პრემიების თემას, ეს არის სამარცხვინო, რაც ხდება. არ შეიძლება ქვეყანაში წელიწადში 300-ზე მეტი ბავშვი შიმშილისაგან გეღუპებოდეს და შენ ასეთი კოლოსალური პრემიები აიღო. ეს არის სამარცხვინო, ეს არის დაუშვებელი და მე მინდა მივმართო
საკრებულოს, ახალ საკრებულოს და მის წევრებს, რომ გაითვალისწინონ რა სოციალური ფონია გარშემო და ჯერ ვიზრუნოთ ამ ბავშვების გადარჩენაზე და ეს 300 ბავშვი გადავარჩინოთ სიკვდილისაგან და მერე ავიღოთ პრემია, იმიტომ რომ არც იმისი მომხრევა, რომ მშიერი მინისტრი ყავდეს ქვეყანას ან საკრებულოს წევრი, რომელიც ძლივს შელასლასდება კაბინეტში, მაგრამ დაუშვებელია ასეთი სოციალური უფსკული იყოს ქვეყანაში, იყვნენ ღატაკები და ძალიან მდიდრები. და დაუშვებელია ამ მოცულობის პრემიების აღება. ეს არის სამარცხვინო და მიუღებელი. თუ ქველმოქმედებისთვის არის თანხა გამოყოფილი, რატო უნდა მიეცეს მას პრემიის ფორმა? პირდაპირ დაერქვას, რომ ეს არის საქველმოქმედო სახსრები და გადაირიცხოს სხვადასხვა ფონდში. პრემიას რატო იღებ შენ ასეთი მოცულობის პრემიას? რა გააკეთე, რა იღვაწე და რატო იმსახურებ შენ ამას? არ იმსახურებ.